ივანიშვილის დეპუტატები ისევ აგვისტოს ომის გამოძიებას აანონსებენ და შეთქმულების თეორიას გლობალური ომის პარტიის შესახებ აქტიურებენ. ჩნდება კითხვა, რა მიზანი აქვს რუსული კანონის ინიციატორებს. ხალხის ძალა გაფრთხილებას პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც უგზავნის, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი. ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე მოვითხოვთ. წერია მათ განცხადებაში. თამთა ჯანაძე მოგუყვება ახლა მეც ამ განცხადების და გამოხმაურებების შესახებ. როგორც ჩანს, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოების მიერ აგვისტოს ომის გამოძიება ხალხის ძალისთვის არასაკმარისია და პოლიტიკური შანტაჟისთვის საკმაოდ მსუყე თემაც. თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას გადაწყვეტს, ხალხის ძალა საზოგადოებას არჩევნების შემდეგ დაგეგმილი გამოძიების არჩევნებამდე ინიცირებას პირდება, ისინი სააკაშვილს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. თუმცა, თუ მათ ლოგიკას გავყვებით, გამოძიების პროცესის დაპაუზებით ხალხის ძალა თავად ხდება სავარაუდო დანაშაულის თანამონაწილე, რადგან თუ ხალხის ძალას უტყუარი მტკიცებულებები აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, საინტერესოა, რატომ არ ცდილობს ამ დანაშაულის გამოაშკარავებას და რატომ იყენებს მას პოლიტიკურ იარაღად. სარკოზის პირდაპირი განაცხადი, რომ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ გაეღვიძებინა რუსი დათვი. მაილსის განცხადებები, რომ სხვა გეგმა ჰქონდათ მათ ომთან დაკავშირებით, ანუ ადასტურებს, რომ ისინი ჩართული იყვნენ ამ პროვოცირებაში. აქაური მაშინდელი ხელისუფლების და არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ისინი შევიდნენ ცხინვალში და ასე შემდეგ, და რაც ყველაზე მთავარია რეზოლუცია, რაზეც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა, სადაც პირდაპირ დაადასტურეს, რომ საქართველოს თურმე დაიწყო ომი და დაბომბვა ცხინვალის, რასაც მოყვა რუსეთის შესაბამისი რეაგირება. ამას მოაწერა ხელი ნაცმოძრაობამ. ანუ საჯარო მტკიცებულებები იმისათვის, რომ გასამართლეს ეს რეჟიმი არსებობს, მაგრამ თუ ასეთ ავხედურად უცხოური ძალები ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ სააკაშვილს, ჩვენ არჩევნებამდე დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამის გამოძიებას, რის მტკიცებულებებიც უკვე ხელის გულზე დევს. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალს ყველაფერზე პასუხი აქვს გაცემული, ამაზეც არის პასუხი, რომ მათი ინიციირებით რაც მოხდა, რომ ჩართული იყო ჰააგის ტრიბუნალი, ჩანაფიქრი იყო ქართული სამხედროების გასამართლებამ, მაგრამ ქართული მხარე, ქართული სამხედროები პირნათელი არიან საქართველოს მოქალაქის წინაშე, მათ შორის ოსების წინაშეც და რაც არ მოხდა რა დანაშაული, იმას ვერ დაამტკიცებდნენ. ეხანდელი გარემოება არის იქიდან გამოწვეული, რომ არის პუტინის დავალება პირდაპირ შესასრულებელი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და აქვე თან ემუქრებიან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ხალხის ძალის მუქარასთან დაკავშირებით დღეს კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც. ქართული ოცნება საკუთარი სატელიტების მოსაზრებას არგუმენტებით გამყარებას ცდილობს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს არის კლასიკური პოლიტიკური დევნა. ცხინვალის რეგიონში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე არის უტყუარი ფაქტი, რომ ამ ომის შემდგომ საქართველოს 20% ტერიტორია იქნა აღიარებული რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ ქვეყნებად და მოხდა მათი ოკუპაცია. ასევე არის უტყუარი ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ომის პირობებში მიატოვა არამხოლოდ ქვეყნის საჯარისო ნაწილები, არამედ სამოქალაქო მოსახლეობა ჩატოვა ის იმ პირობებში, როდესაც მათ ძალიან მძიმე შედეგი ელოდათ და პრინციპში ასეც მოხდა. არის ასევე ხელმოწერილი ნაცმოძრაობის მიერ ის, რომ საქართველოა აი ამ საკითხებში მთავარი დავნაშავე, რომ საომარი მოქმედებები გაფართოვდა, მაგრამ მე პირადად ჩემ კოლეგებსაც არაერთხელ გვითხოვს, არსებობდა საგზაო რუქა, მივყვებოდით საერთაშორისო ჩართულობით, ფინანსური მონაწილეობით, პოლიტიკური მონაწილეობით და ერთ დღეში მიშამ ყველა ფორმატი დაშალა, ყველანაირი მოლაპარაკების და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხალხის ძალა არ აკონკრეტებს გამოძიების რა სახეობაზეა საუბარი, იქნება ეს საპარლამენტო კომისია, თუ ეს იქნება საგამოძიებო უწყებების კომპეტენცია. ყველა შემთხვევაში ოპონენტების მტკიცებით ხალხის ძალის მუქარა მიზნად ისახავს როგორც მოქმედი, ისე მესამე პრეზიდენტის დაშანტაჟებას.